კავკასიური იოგა, რომელიც სულ უფრო და უფრო იკრებს პოპულარობას, ინტერესი იზრდება და ამ დროს ეს ძალიან ძველი მეთოდია. ეს იყო 2000 წლის დასაწყისში, როდესაც ჩამივარდა ძველი საბეჭდი მანქანით ამობეჭდილი ხელნაწერები. მაშინ გავეცანი, მაშინ თითქმის არავინ არ იცოდა და დავიწყე მისი შესწავლა. პარალელურად ისე მოხდა, რომ ქართული თარგმანის დაბეჭდა ჩემის მეშვეობით დაიწყო მთავარგაზეთ კვირაში. მივხვდი, რომ კავკასიური იოგა ეს იყო ის სისტემა, რომელიც მე მჭირდებოდა და რატო. მაშინ ვიყავი ცუდ მდგომარეობაში, ეს რო თქვა, გამოუვალი მდგომარეობა, პერსპექტივის უქონლობა, დათრგუნვა და ასე შემდეგ. მანამდე ბევრი რაღაცები მქონდა ნაცადი, მაგრამ ის შედეგი, რომელიც მე ვიღებდი, არ მაკმაყოფილებდა. ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირადი მოხმარებით დაიწყე. რა თქმა უნდა, პირადი მოხმარებით ეს პირველ რიგში მე მჭირდებოდა. და დავიწყე ამის ვარჯიში და თვალნათლივ ისიერ მომცა შედეგები. როდესაც ძალიან მოკლე დროში იმ პრობლემებიდან გამომიყვანა და რაც მთავარია მომცა პერსპექტივა.